ნახე თურმე რა გამოგვჭა. სახურავ დახურული უნიტაზიდან იმდენივე ბაქტერია, ბაცილა და ვირუსი ამოდის, რამდენიც ახდილიდან. მეცნიერებმა ასეთი კვლევა აწარმოეს. ისინი უნიტაზის ჩასარეს ღილაკს აჭერდნენ სხვადასხვა სიტუაციებში. იმისთვის რომ გაერკვიათ როგორი სახის ჩარეცხვა ნაკლებად სახიფათო. ეს ყველაფერი დაიწყო 2020 წელს პანდემიის დროს, როდესაც აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი უნიტაზიდანაც კი გადადიოდა. მათი მიზანი იყო ოპტიმალური ჩარეცხვის საშუალება, იმიტომ რომ ბაქტერია არ გავრცელებულიყო. და როგორც კვლევებმა აჩვენა, დახურული უნიტაზიდან იმდენივე ბაცილა, ბაქტერია და ვირუსი გამოდის გარეთ, რამდენიც თავახდილიდან. და ჰოი საოცრებავ, მეცნიერებმა მიაგნეს ყველაზე კარგ საშუალებას. უნიტაზი უნდა გახეხო ხშირად, თან ძლიერი ქიმიკატებით. ერთმა კორონავირუსიანმა კაცმა ჩაიხედა უნიტაზში და შეხედა პატარა ბაქტერიებს და ბაცილებს და ეუბნება: